დღევანდელი დღის თემა. ამ სიტყვების შემდეგ უფალი ღამეულ ჩვენებაში კვლავ შეესიტყვა აბრაამს, უთხრა: ნუ გეშინია აბრამ, მე დაგიფარავ შენ. დიდი იქნება შენი ჯილდო. მართალთა სათნოებები იმ განძს ჰგავს, უთვალავ და გამოუთქმელ სიმდიდრეს რომ მოიცავს. ისე როგორც ამ განძიდან მცირეს მიმღებიც კი დიდ კეთილდღეობას ეზიარება, ასევე ამ პატრიარქის სათნოებებში ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. მართლაც მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, დარიგებებს ყოველდღიურად გთავაზობთ და მიუხედავად იმისა, რომ ამით ასე უხვად ტკბებით, მისი სათნოებების მცირედი ნაწილიც კი ჯერ ვერ გადმოგეცით. ასე უხვია მისი დიდება. როგორც წყალუხვი სათავიდან მომდინარე ნაკადების ამოხაპვისას წყალი კი არ იკლებს, იმატებს კიდეც. და რაც მეც აავსებენ მისგან და წყლის მდინარება კიდევ უფრო მეტად იზრდება, სწორედ ამასვე ვხედავთ ამ ღირსახსოვარი მამამთავრის ცხოვრებაშიც. მისი დროიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, მისი სათნოებების წყაროდან რწყულდებიან მრავალნი და არამხოლოდ არ დაიშრიტა ეს წყარო, არამედ კიდევ უფრო უხვად წარმოჩინდება მისი სრულქმნილება. წმინდა წერილში აბრაამის შესახებ მონათხრობი რაღაც ოქროს ჯაჭვს გავს, რომელიც თანამიმდევრულად ჯერ მის საკუთარ სიბრძნეს გვაჩვენებს, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ღვთის მიერ მისთვის მიგებულ სამაგიეროს. მაგრამ იმისთვის, რომ ამაში დაგარწმუნოთ, მოკლედ გავიმეოროთ, რაც აქამდე ითქვა მასზე და ნახავთ, რაოდენ აღმატებულია მართლის სარწმუნოების ძალა, რაც მან ღვთის აღნათქვამისადმი გამოავლინა და ასევე რაოდენ უხვია ჯილდო კაცს მოყარე ღვთისგან რომ მიიღო. მარტო ეს ერთი მართალიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გვასწავლოს. მოშურნეობით ვემზადებოდეთ ყოველგვარი სათნოების აღსასრულებლად, ზეგარდამო ჯილდოს იმედი ვიქონიოთ. და როდესაც ვხედავთ, რამდენად უხვად გვაჯილდოებს ჩვენი მეუფე, მადლიერებით გადავიტანოთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მძიმედ გვეჩვენა და სწორედ ამ ჯილდოს იმედით ვსაზრდოობდეთ. გთხოვთ, გევედრებით, კარგად დააკვირდით და შეიმეცნეთ იმ თავითვე როგორ მოამზადა აბრაამმა თავისი თავი, ხოლო ჩვენივე თანდაყოლილი გონების დახმარებით, ისე რომ გარეშე ვინმე დამრიგებელი მას არ ჰყოლია. ამასთან იგი ურწმუნო მშობლებმა გაზარდეს. თავი მოამზადა თქო ვამბობ იმისთვის, რომ ღვთის გამოცხადებას ღირსებოდა. რა კი მამის ცდომილებას იგი არც ადრეულ ასაკში იზიარებდა, ამიტომ ჯერ კიდევ ქალდეის მიწაზე ზეციურ განათლებას ეზიარა. ამის შესახებ აშკარად მოწმობს ნეტარი სტეფანე, როდესაც ამბობს: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამასა ჩვენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო ღაიგი შუა მდინარეს, პირველ დამკვიდრებისა მისისა ქარანს შინა. შენიცი ამ მოვლენამ როგორ იმოქმედა მის გამოსვლაზე მესოპოტამიიდან. ცხადია, იგი ღმერთს აამებს და ამავე დროს მშობლებსაც პატივს სცემს. მაგრამ თავადაც იმდენად უყვარს მამამისს, რომ შვილის სიყვარულით ისიც მზადაა სამშობლო დატოვოს და უცხო მიწაზე დასახლდეს. მაგრამ ყურადღებით დააკვირდი, რომ ღვთის გამოცხადება აბრაამის თავდაპირველი სათნოების შედეგი რომ იყო, ამის შემდეგ ამავე სათნოებებს კიდევ უფრო მეტად აბწყინებს. იგი მზადაა დაუტევოს სამშობლო ქვეყანა და უცხოეთში დამკვიდრდეს, რათა ღვთის ბრძანებული შეასრულოს. და მე მეჩვენება, რომ იგი იმისთვისაც მზად იყო, ეს ყარიბობა მარტოს ეტვირთა. მაგრამ როგორც ადრე უკვე ვთქვი, ამ კაცის სათნოებებმა და მშობლებისადმი სიყვარულმა მამამისაც გაუღვიძა სურვილი, რომ შვილს ხლებოდა. როდესაც ისინი ქარანში მივიდნენ, აქ კარავი აღმართეს, ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ ღმერთი კვლავ უბრძანებს მას, რომ აქედანაც წავიდეს. გამოდი, ამბობს, ეს შენი მიწიდან, შენი ნათესავებისაგან, მამა შენის სახლიდან და მოდი იმ მიწაზე, რომელსაც მე გიჩვენებ. და რადგანაც აბრაამი მთელი ოჯახით იყო ქარანში გადასახლებული, იგი, ვინც აქედანაც აყრას უბრძანებს, დაურთავს: შენი მიწიდან, შენი ნათესავებისაგან და ამით დაანახებს, რომ ღმერთს სურს იგი მარტო გაემგზავროს და თან არც ძმა იახლოს, ანუ ნაქორი და არც სხვა ვინმე. შენი მიწიდან, ამბობს ღმერთი, რადგანაც აბრაამმა მცირე დრო, როდი დაჰყო ქარანში. მათ ამ მიწაზე საცხოვრებელი გამართეს და როგორც საკუთარ მამულში ისე ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი ჯერ კიდევ მშობლებს გლოვობდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოგზაურობა ბევრი რამით იყო საძნელო და მოუხერხებელი, მან მოშურნეობით იჩქარა უფლის ბრძანებული შესრულება ისე, რომ ამ მოგზაურობის ბოლოც კი არ იცოდა. მართლაც უფალს მისთვის არ უთქვამს, ამ ან იმ მიწაზე მიდიო, არამედ რომელსაც მე გიჩვენებ. და მიუხედავად ნაბრძანების ასეთი განუსაზღვრობისა, მან სრულიად გამოუკვლევლად შეასრულა ის. მან თან წაიყვანა ძმის წული ლოთი და ამაშიც სათნოება გამოამჟღავნა. რა კი ღამხლებლად ყმაწვილი აირჩია, იგი თანდათანობით აყალიბებდა მასში სათნოებების მიბაძვის სურვილს. სწორედ ამიტომ არის სურვა, მისი დატოვება და თავისი მწირობის მოზიარედ აქცია. თუ კი ურწმუნო მამაჩემმა ჩემი სიყვარულით თავისი მამულის დატოვება შეძლო, ფიქრობდა აბრაამი. იმ მიწისა, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თან გამომყვა და სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულა, მით უმეტეს არ შემიძლია აქ დავტოვო ჩემი ძმის ძე, რომელიც ადრეული ასაკიდან სათნოებისაკენ ამჟღავნებს მიდრეკილებას. როდესაც ამგვარად ყველაფერში ღვთის სიყვარული გამოავლინა, აბრაამმა მოგზაურობა დაიწყო. ხოლო როდესაც ბოლოს პალესტინამდე მიაღწია და ქანაანის მიწაზე შეაბიჯა, ღმერთმა მისი მოშურნეობის განსამტკიცებლად დახმარების ხელი გაუწოდა მას, გამოეცხადა და უთხრა:
შენს მოდგმას მივცემ ამ მიწას. აბრაამის ყველაზე სანუკვარი სურვილი თავისი მოდგმის გაგრძელება იყო, სწორედ ამას აღუთქვამს ღმერთი და ამ დიდი შრომისთვის აჯილდოებს. რაკიღა აბრაამს სარას უნაყოფობის გამო შვილები არ ჰყავდა და აღარც ასაკი აიმედებდა რომ ეყოლებოდა ოდესმე, ღმერთი ამ აღთქმით ამხნევებს მართალს, კიდევ უფრო გაამტკიცებს და თითქოს მომავალი ღვაწლისთვის სიყმაწვილეს უბრუნებს. და ნახე, ამ აღთქმის შემდეგ ეს მართალი კაცი როგორ შეუდგება ახალ ღვაწლს. როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა და ქანაანის მიწა გაღატაკდა, აბრაამი ეგვიპტისკენ წავიდა, იქ საკვების შოვნის იმედით. თუმცა იცის რომ უცხო მიწაზე კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება. ცოლის სარას სილამაზე მას სიკვდილს მოუტანს. ამიტომაც როცა ეგვიპტეს მიუახლოვდა ეუბნება მას. ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ. ვიცი შენი სილამაზე და ამიტომ ეგვიპტელთა თავშეუკავებლობა მაშინებსო. ასე რომ, თუ კი ისინი დაგინახავენ და გაიგებენ რომ შენ როგორც ცოლს ისე გექცევი, ახორცივნების დასაკმაყოფილებლად შენ ცოცხლად დაგტოვებენ, მე კი მომკლავენ, რათა დაუსჯელად ჩაიდინონ დანაშაული, რადგან მათ ვეღარავინ დასდებს ბრალს. ასე რომ თქვი რომ შენი ძმა ვარ. შეხე ამ უმტკიცეს სულს შეხერ კინაზე უმაგრეს გულს მისი სული ვერ შეარყია მომავალმა განსაცდელმა. მას არ უფიქრია და არც უთქვამს თავისი თავისთვის. რისთვის დავტოვე ჩემი მამული და ასე მორჩილად რად მოვედი უცხო ქვეყანაში რომ ასეთ უბედურებას გადავყროდიო. განა სულ ცოტა ხნის წინათ არ მივიღე პირობა. შენს მოდგმას მივცემ ამ მიწასო? მრუშობისა და სიკვდილის შიში აშფოთებს ჩვენს სულებს, მაგრამ მას მსგავსი აზრი გონებაში არ შეუშვია. მხოლოდ ერთს ფიქრობდა რომ მის წინაშე მდგარი ორი საფრთხიდან ერთი მაინც აერიდებინა. ამგვარად, თვითონაც მთელი თავისი გონიერება და ვაჟკაცობა მოიხმარა და ცოლიც ქმრისადმი სიყვარულითა და მორჩილებით ისე მოქმედებდა, როგორც ჩაიფიქრეს. და მას შემდეგ, რაც მათზე დამოკიდებული ყველაფერი გააკეთეს და კაცობრივი გათვლით ყოველგვარი იმედი უნდა დაკარგოდათ, რადგან ეგვიპტელთა ურჯულო განზრახვა ლამის უკვე შესრულდა კიდეც. სწორედ მაშინ აბრაამზე ღვთის დიდებული განგებულება გამოჩნდა. ღმერთმა მხოლოდ მისი ცოლი კი არ გადაარჩინა შეურაცხყოფას და არა მხოლოდ მეფესა და მთელ მის სახლს განურისხდა. არამედ პატრიარქსაც შეაძლებინა რომ ეგვიპტიდან უდიდესი დიდებით მოსილი დაბრუნებულიყო. შეხე განსაცდელში როგორ შეეწევა მართალს კაცმოყვარე უფალი და სამომავლო ღვაწლისთვის კიდევ უფრო განამტკიცებს მას. შეუწევნელად არასდროს ტოვებს მას და ყველაფერში ისეთ განგებულებას ავლენს რომ აბრაამი მცირე მოთმინების შედეგად დიდად ჯილდოვდება და დიდად აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს. ხედავ მართლის მოთმინებას? ახლა ის ნახე ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ, რა დიდია მისი მორჩილება და რამდენად მშვიდია იგი. მას შემდეგ, რაც ეგვიპტიდან გამდიდრებული დაბრუნდა და მარტო კი არ იყო, არამედ ძმისწულიც თან ახლდა, ვერ ეტეოდნენ, ნათქვამია ისინი იმ მიწაზე რომ ერთად ეცხოვრათ. სწორედ იმის გამო რომ ისინი დიდ ქონებას ფლობდნენ, ვერ შეთანხმდნენ ლოთისა და აბრაამის მწყემსები. მაშინ მართალმა სულის სიმშვიდე და სიბრძნის სიმაღლე გამოავლინა, იგი უხმობს ლოტს და ეუბნება. დაე, ნუ რასოდეს იქნება ბრძოლა ჩემსა და შენს, ჩემს მწყემსებსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ჩვენ ძმები ვართ. თითქოს და ამით მან უთხრა ლოტს. სიმშვიდეზე უკეთესი და უთანხმოებაზე უარესი არაფერია. ასე რომ, ჩხუბის მიზეზის ასარიდებლად, რომელიც თავად გსურს, მიწის ის ნაწილი აირჩიე. მე კი დანარჩენი დამიტოვე და ჩვენ ყოველგვარ უთანხმოებასა და განხეთქილებას მოვიშორებთ. ხედავ ამ კაცის სათნოებას? მან ყმაწვილს უკეთესი მიწა აარჩევინა. თავად კი უარეს დასჭირდა. ახლა კი ნახე როგორ დაჯილდოვდა იგი ამ საქციელისთვის. როგორც კი გაყრა დასრულდა და ლოთი წავიდა, ღმერთი ეუბნება აბრაამს. თვალი გაახილე და ნახე ეს ადგილები, რომლებზედაც დგახარ ამჟამად, ეს ადგილები სრულად და ყოველმხრივ დაათვალიერე, რადგანაც მთელ ამ მიწას, რომელსაც ხედავ, მოგცემთ შენ და შენს მოდგმას სამარადისოდ. ნახე რა პატივს ეღირს ამ მორჩილებისთვის, თავისი ძმის წულისადმი რომ გამოავლინა. მცირედის დათმობით უმეტესი მიიღო. ის კი უკეთესი ნაწილი რომ აირჩია, დიდ საფრთხეს გადაეყარა და ამ არჩევანით არა მარტო არაფერი ერგო, არამედ მოულოდნელად ტყვედ ჩავარდა, ყველაფერი დაკარგა და უთავშესაფროდ და უსახლკაროდ დარჩა. მან მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნო მართლის დიდი სათნოება და თავადაც ისწავლა რომ ის რაც გააკეთა, აღარასოდეს უნდა გაემეორებინა. მართლაც ლოთმა ძლივს მოასწრო სოდომში საცხოვრებლად დამკვიდრება რომ დიდი ომი დაიწყო, ძლიერმა მეზობელმა მეფეებმა, თავს რომ დასხმოდნენ ამ ქვეყანას, მთლად გაავერანეს ეს მიწა. გოლიათების გაწყვეტისა და ამალეკელთა განდევნის შემდეგ, მათ სოდომისა და გომორის მეფეებსაც აიძულეს გაქცევა. ყველა სიმაღლეს დაეპატრონენ. დაატყვევეს სოდომში მცხოვრები ლოთი, ქალები და წავიდნენ. მაგრამ კვლავ ნახე, რა დიდებულია საღვთო განგებულება. რაკიღა ღმერთს ლოთის გამოხსნაც სურს და პატრიარქის განდიდებაც, უფალი მართალს ძმისშვილის გამოსახსნელად აღძრავს. მომხდარი რომ შეიტყო მამამთავარმა თავისი სახლიკაცები აღჭურვა, თავს დაესხა იმ მეფეებს, ადვილად დაძლია ისინი გაათავისუფლა ლოთი, ქალები და ყველა დატყვევებული. ასეთი დიდებული გამარჯვების შემდეგ მან ყველას აშკარად დაანახა ღვთის განგებულება პატრიარქზე და ისიც რომ მან ეს ყველაფერი თავის ძალით კი არ მოიმოქმედა, არამედ ზეგარდამო ძალის დახმარებით. გარდა ამისა, ისიც მოასწრო, რომ სოდომის ყველა მკვიდრისთვის ღვთისმოსაობის მასწავლებელად ქცეულიყო მას შემდეგ, რაც მათ მეფეს ესაუბრა.
როდესაც მეფე შეხვდა და მადლობა შესწირა იმისთვის, რაც გააკეთა. იგი დაპირდა, რომ მთელ ქონებას აბრაამს დაუთმობდა და თავად მხოლოდ თავის ხალხს დაიტოვებდა. აქაც მართლის დიდებული სული დაინახე. ერთსა და იმავე დროს იგი სიბრძნესაც ავლენს. როცა გვანახებს, რომ ის ამგვარ საჩუქრებზე გაცილებით მაღლა დგას და ამავე დროს მეფე ღვთისმოსაობისაკენ მიჰყავს. მამამთავარმა უბრალოდ კი არ უთხრა მას. არაფერს ავიღებ, იმიტომ რომ ასეთი საჩუქრები არ მჭირდებაო, არამედ რას? ხელაპყრობით დავიფიცებ მაღალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. ამით იგი თითქოს ჩააგონებს მეფეს. შენგან თაყვანცემული ღმერთები სინამდვილეში ღმერთები არ არიან, არამედ ხენი და ქვანი. ყველასთვის მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. ძაბსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ შენგან, რათა არ გეგონოს, რომ თავის საფრთხეში ამის გამო ჩავიგდე და შური ამიტომ ვიძიე, რათა მერე არ თქვა, რომ შენ გამამდიდრე. იგი, ვინც მე გამარჯვება მიბოძა და ბედნიერ დღეს მომასწრო ჩემს გამდიდრებასაც შეძლებს. დააკვირდი, რამდენად მარგებელი იყო პატრიარქის ეს სიტყვები მეფისთვის, თუ თავად მოინდომებდა მათ შემეცნებას. აბრაამი ასწავლიდა მას, საკუთარ ძალებს არასოდეს დაყრდნობოდა. ყველაფრის მიზეზად ყოველთა ღმერთი ეღიარებინა. ხელით შექმნილი ღვთაებები უარეყო და ყოველთა ღმერთის, ყოველივე შემოქმედისა და სიკეთის წყაროს მსახური გამხდარიყო. და საერთოდაც მეფეს ყველაფრის მიხედვით შეეძლო აბრაამის სათნოებათა დანახვა. მაგალითად იმისათვის, რომ მეფეს არ ეფიქრა, თითქოს პატრიარქი ამ პარტავნებით და სიამაყით უარყოფდა მის ზღვენს, იგი ეუბნება. თავად არაფერს ავიღებ, იმიტომ რომ არ მჭირდება და თანაც არ მინდა, რომ ამით სხვების სიმდიდრე შემცირდეს. მაგრამ მათ, ვინც ჩემთან ერთად საფრთხეს იზიარებდა, მცირედის აღების ნებას მივცემ, რომ თავიანთი შრომისთვის თუნდაც მცირედ დაჯილდოვდნენ. პატრიარქი სოდომის მეფეს სწორედ ასე მოექცა. მაგრამ როდესაც სალიმის მეფე მელქისედეკმა მას პური და ღვინო შესთავაზა, რადგანაც იგი, როგორც ნათქვამია, იყო მაღალი ღმერთის მღვდელი, აბრაამი იღებს მისგან შეთავაზებულს როგორც კურთხევას და როგორც სამადლობელ ძღვენს, რადგან როგორც დაწერილია, მელქისედეკმა უთხრა: კურთხეულია აბრაამი მაღალი ღმერთისგან, რომელმაც შექმნაცა და მიწა და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც შენი მტრები ხელში ჩაგაგდებინა. აბრაამი მას ნადავლის მიათეთს აძლევს. ხედავ, რომ ყველაფერი მართლის ღვთისმოსაობას ადასტურებს, სოდომის მეფის შეთავაზებულს იგი არაფერს იღებს, ძაბსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი. მელქისედეკის შეთავაზებულზე კი უარს არ ამბობს და თავადაც საჩუქრებს უძღვნის. ამით საჩუქრის მიღებისას სიფრთხილეს გვასწავლის და გვინერგავს, რომ განურჩევლად ყველასგან ყველაფერს არ უნდა ვიღებდეთ. სოდომის მეფემ კეთილი გრძნობები კი გამოამჟღავნა, მაგრამ ურწმუნო იყო და დამოძღვრა ჭირდებოდა. ამიტომაც, თუმც კი აბრაამი მის საჩუქრებს უარყოფს, მაგრამ ღვთის ჭეშმარიტი შეცნობის გზაზე აყენებს იმითაც, რომ მისი საჩუქრები უარყო და იმითაც, რაც მას უთხრა. მელქისედეკისგან საჩუქრების მიღება კი სამართლიანია, რადგანაც წმინდა წერილი ამ კაცის სათნოებებზე მოწმობს, როდესაც ამბობს: ის იყო მაღალი ღმერთის მღვდელი. მეორე მხრივ ეს მოვლენა წინასახეობრივად მიგვანიშნებს ქრისტეზე. მელქისედეკის ძღვენიც კი რაღაც საიდუმლოებრივზე მეტყველებს. ამიტომაც უნდა მომხდარიყო სწორედ ასე. აბრაამს საჩუქრები უნდა მიეღო და თავადაც დაესაჩუქრებინა მელქისედეკი, რაც მისი ღვთისმოსაობის ნიშანი იქნებოდა. მელქისედეკისათვის მიათედის მიძღვნით ღვთისმოსაურის ზრახვა დასტურდება. შეიძლება სიტყვა მეტისმეტად გაგვიგრძელდა, მაგრამ არც თუ ამაოდ და არც თუ უმიზეზოდ. ჩვენ მოკლედ გადმოგეცით ყველაფერი, თავიდან ბოლომდე რაც ეხებოდა მართლის მხნეობას, მის დიდ სულოვნებას, არაჩვეულებრივ რწმენას, გონების სიბრძნეს, მისი სიმდაბლის დიდებულებას, სიმდიდრის საკვირველ მოძულებას, ღვთის გამუდმებულ ფიქრსა და მზრუნველობას მასზე და იმასაც, რომ ღვთის ყოველი გამოცხადება მის უფრო და უფრო აღმატებულ სათნოებას ააშკარავებდა და განადიდებდა მას. მაგრამ თუ ისურვებთ და თუ არ დაქანცულ ხართ, სულ ახლახან წაკითხულს მცირე ხნით მიუბრუნდეთ და სიტყვა დავასრულოთ, რათა იცოდეთ თუ როგორ დაჯილდოვდა აბრაამი იმის გამო, რომ მან არ მიიღო სოდომის მეფის საჩუქარი. მაშ რა ითქვა? ამ სიტყვების შემდეგ უფალი კვლავ შეესიტყვა აბრაამს. რატომ იწყება ასე? ამ სიტყვების შემდეგ. რის შემდეგ მითხარ? განააშკარა არ არის, რომ სწორედ იმ სიტყვების შემდეგ ის, რომ სოდომის მეფეს ეუბნებოდა? ანუ მისი ძღვნის მოძულებისა და უარყოფის შემდეგ. იმ განსწავლის შემდეგ, რაც მან ძღვნის უარყოფით გამოავლინა. ეს სწავლება კი სოდომის მეფეს ღვთისმოსაობისა და ყოველთა შემოქმედის შეცნობისაკენ მიუძღოდა. დიახ, ამ სიტყვების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მიათედი მისცა მელქისედეკს. წერილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან თავის მხრივ ყოველივე მოიმოქმედა, ამ სიტყვების შემდეგ უფალი ღამეულ ჩვენებაში კვლავ შეესიტყვა აბრაამს, უთხრა: ნუ გეშინია აბრამ, მე დაგიფარავ შენ, დიდი იქნება შენი ჯილდო. ნახე უფლისკაცთ მოყვარება, რა სწრაფად და დაუყოვნებლად აჯილდოებს თავისი ქველმოქმედებით მართალს და ამით განამტკიცებს მას და ძალას აღუდგენს. უფალი ღამეულ ჩვენებაში კვლავ შეესიტყვა აბრაამს. და რატომ ღამით? რათა უფლის სიტყვები უშფოთველად შესმენილიყო. და ეუბნება მას: ნუ გეშინია აბრამ, აქ უფლის განსაკუთრებული მზრუნველობა დაინახე. ნუ გეშინია, რა კი ღამას სულაც არ ანაღლებდა მეფის საჩუქარი და უდიდესი სიმდიდრე უარყო, ღმერთი მიმართავს მას.
ნუ გეშინია იმისა, რომ ესოდენ დიდ სიმდიდრეზე თქვი უარი, ამით შენი სიდიდრე შემცირდება. ნუ გეშინია და იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამოაფხიზლოს სულიერად, სახელით მიმართავს. ნუ გეშინია აბრაამ და ესეც ხო დიდად გამამხნევებელია, როდესაც იმის სახელს ახსენებენ, ვისაც უხმობენ. შემდეგ ამბობს: მე დაგიფარავ შენ, ესეც მრავალმნიშვნელოვანი ნათქვამია. მე ვინც ქალდეველთა მიწიდან გამოგიხმე შენ, მე ვინც აქ მოგიყვანე, მე ვინც ეგვიპტის საფრთხისგან გიხსენი, მე ვინც რამდენიმე გზის აღგითქვი, რომ შენ და შენს მოდგმას მივცემდი ამ მიწას, ეს მე ვარ შენი მფარველი. მე ვინც ყოველდღიურად მეტად და მეტად განვადიდებ შენს სახელს ყოველთა წინაშე, მე გიცავ შენ. ანუ მე ვიხწვი შენთვის, მე ვიბრძვი შენთვის, მე ვზრუნავ შენზე და ყოველგვარ სირთულეს ვაადვილებ შენთვის. მე დაგიფარავ შენ, დიდი იქნება შენი ჯილდო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხე გამოიარე, მიუხედავად იმისა, რომ სოდომის მეფისაგან შენი შრომისთვის ნაწყვნევი საჩუქარი უარყავ. ამიტომ მე მოგცემ არა ისეთ საჩუქარს, რომლის მიღებაც სოდომის მეფისგანაც შეგეძლო, არამედ მასზე უდიდეს, გაცილებით დიდს. დიდი იქნება ნათქვამია შენი ჯილდო. ხედავ უფლის სიუხვეს, ხედავ სიტყვათა მრავალმნიშვნელოვნებას, ხედავ როგორ შთააგონებს ღვთისმოსაობის მოღვაწეს და სულს განუმტკიცებს. გულის დაფარულ საიდუმლოთა მცნობელი ღმერთი ხედავდა, რომ მართალს ამგვარი გამამხნევებელი სიტყვები ჭირდებოდა. და მართლაც ნახე, რას ამბობს ამ სიტყვებით გამხნევებული პატრიარქი. უთხრა აბრამმა: მეუფეო, რას მომცემ? უშვილოდ გადავდივარ. როდესაც უფალმა ჯილდო აღუთქვა მას და თანაც დიდი ჯილდო, აბრაამმა მაშინ გაამჟღავნა თავისი სულის მწუხარება და თავისი უნაყოფობით გამოწვეული გამუდმებული სინანული და უთხრა: რას მომცემ ისეც უფალო? აი, უკვე ღრმა სიბერეს მივაღწიე და უშვილოდ გადავდივარ. ხედავთ, იმ თავითვე როგორ ბრძნულად ლაპარაკობდა მართალი. ამა ქვეყნის დატოვებას მან გადასვლა უწოდა. და მართლაც, თითქოს იგი ტოვებს ყველა ამ ბოროტ სატანჯველსა და ბორკილებს და თავისუფლებაში გადაინაცვლებს, დროებითი ცხოვრებიდან დაუსრულებელში, უკვდავსა და უსასრულოში. ამბობს: უშვილოდ გადავდივარ და იმისათვის, რომ უფალი წყალობისათვის მოდრიკოს, არც ამას ჯერდება და კიდევ რას ამბობს: შენ არ მოგიცია მემკვიდრე და ჩემს სახლში შობილი ყრმაა ჩემი მემკვიდრე. ეს სიტყვები სულის უდიდეს მწუხარებას აჩვენებს. თითქოს იგი ეუბნებოდეს უფალს: მე იმასაც კი ვერ ვეღირსე, რასაც ჩემი მონა ეღირსა. მე უშვილოდ და უშთამომავლოდ მოვკვდები და ეს მონა იქნება მემკვიდრე იმისიც, რაც აქამდე მომეცი და იმისიც, რაც უკვე რამდენჯერმე აღმითქვი, როცა მეუბნებოდი: შენს მოდგმას მივცემ ამ მიწასო. აქაც მართლის სათნოება შენიშნე. მიუხედავად იმისა, რომ გულში ასეთი აზრები ჰქონდა, იგი არასოდეს წყლებოდა და თრთვინავდა. და ამჯერადაც იგი, ღვთის სიტყვებით გამხნევებული, იმედით მიმართავს უფალს და თავის ფოთვარე აზრებს უცხადებს და სულის ჭრილობას აჩვენებს. სწორედ ამიტომ იკურნება დაუყოვნებლივ. იყო, ნათქვამია, აბრაამის მიმართ უფლის ხმა, რომელიც ეუბნებოდა: ნახე წერილის სიზუსტე. ნათქვამია, იყო, უფალმა მცირე დროითაც კი არ დააყოვნა და არ დაუშვა მართლის მწუხარების გაგრძელება, არამედ სწრაფად ანუგეშა და ტკივილი შეუმსუბუქა. ნათქვამია, იყო აბრაამის მიმართ უფლის ხმა, რომელიც ეუბნებოდა: ელიაზარი არ იქნება შენი მემკვიდრე, არამედ იგი, რომელიც გამოვიდა შენგან, ის იქნება შენი მემკვიდრე. თითქოს ეთქვას, განა ამის თქმის გეშინოდა. ეს ამრავლებს შენს მწუხარებას. მაშიცოდე, ელიაზარი კი არ იქნება შენი მემკვიდრე, არამედ იგი, რომელიც გამოვიდა შენგან, ის იქნება შენი მემკვიდრე. კაცობრივ ბუნებას ნუ უყურებ, საკუთარი სიბერეც ნუ გაფიქრებს, ნურც სარას უნაყოფობა, არამედ აღმთქმელის ძალას ერწმუნე. დაეხსენ სულმოკლეობას, დამშვიდი და დარწმუნდი, რომ შენგან დაბადებული მემკვიდრე გეყოლება. შემდეგ კი, რადგანაც აღნათქვამი ბუნებას აღემატებოდა და კაცობრივი გონებისათვის მიუწვდომელი იყო, რადგანაც აბრაამის სულს დიდად ამწუხრებდა ბუნებითი დაბრკოლებები. საკუთარი მოხუცებულობაც და სარას უნაყოფობაც დედობისათვის უფალი კიდევ უფრო განავრცობს თავისი აღთქმის ძალას, რათა მართალი აღთქმული სიუხვეს რომ ნახავს, უფრო მეტად დაიმედდეს. გარეთ გაიყვანა და უთხრა: შეხედეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას. და უთხრა მას: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა. აბრაამმა დაუჯერა ღმერთს და ეს სიმართლე ჩაეთვალა მას. რისთვის შენიშნავს წერილი: გარეთ გაიყვანაო? იმიტომ რომ თავიდან ითქვა, უფალი მას ღამით გამოეცხადა და ხილვაში ესაუბრებოდაო. ახლა კი უფალს სურს, რომ ცაზე ვარსკვლავთა აურაცხელი სიმრავლე აჩვენოს. ამიტომაც ნათქვამია. გარეთ გაიყვანა და უთხრა: შეხედეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას. და უთხრა მას: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა. ამაღლებული გამოცხადება და დიდებული აღთქმაა. მაგრამ თუ აღთქმელის ძალას გავიაზრებთ, გადაჭარბებულად ოდნავადაც აღარ მოგვეჩვენება. იგი, ვინც მიწისაგან სხეულის შექმნა, ვინც არარსობიდან მოიყვანა ყოველივე ხილული, მას შეეძლო აბრაამისთვის ბუნებაზე აღმატებული რამ აღეთქვა. უფლის მოწყალება ხომ დაინახე, როდესაც მართალმა თქვა: უშვილოდ გადავდივარ. ლამის უკვე სიკვდილის პირას იმყოფებოდა, შვილების ყოლის ვერანაირ შესაძლებლობას ვეღარ ხედავდა და სწორედ ამ განწყობით ამბობდა: ჩემი სახლიკაცი, ჩემი მონის ნაშობი უნდა გახდესო ჩემი მემკვიდრე. მაშინ უფალი მისი სულის აღსადგინებლად და გულის განსამტკიცებლად
აღამაღლებს მის გონებას აღთქმით და ძღვნის დიდებულებით. ვარსკვლავთა სიმრავლეზე მიანიშნებს და უწყებით, რომ ასეთივე მრავალრიცხოვანი შთამომავლობა გამოვა მისგან მანუგეშებელ იმედს უბრუნებს მას. როდესაც ღვთისგან ასეთი აღთქმა მოისმინა, მართალმა ყოველგვარი ადამიანური განსჯა უარყო და უკვე აღარც საკუთარ თავს აქცევდა ყურადღებას და აღარც სარას ამ აღთქმის აღსრულებისთვის უამრავ დაბრკოლებას რომ ქმნიდა. არამედ ყოველივე ადამიანურზე ამაღლებულმა იცოდა, რომ ღმერთს ზებუნებრივის ბოძების ძალად შესწევს, ირწმუნა უფლის სიტყვები, ოდნავი ეჭვიც აღარ შესპარვია და უყოყმანოდ დაიჯერა ნათქვამი. აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენის ნიშანი. როდესაც აღთქმული კაცობრივ აღქმასა და წარმოდგენას სცილდება და ჩვენ მაინც აღთქმელის ძლიერების მტკიცე იმედი გვაქვს. ხოლო არც სარწმუნოებაი, როგორც ნეტარი პავლე ამბობს, არის მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა. სხვაგან კი, რომელსა იგი ვინმე ხედავენ, რა ისაღა მე ესავნ, ასე რომ რწმენა ისაა, როდესაც უხილავს ვირწმუნებთ და მთლიანად აღთქმელის უეჭველ სიმართლეს ვეყრდნობით. სწორედ ასე მოიქცა აბრაამი. აღთქმისადმი დიდი და გულწრფელი რწმენა გამოამჟღავნა. სწორედ ამის გამო აქებს მას წერილი და იქვე დაურთავს. აბრაამი ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს. ხედავ, რომ ჯერ კიდევ აღთქმის აღსრულებამდე იმის გამო, რომ დაიჯერა, მას შესაფერი ჯილდო მიიღო, მას სიმართლედ ჩაეთვალა ის, რომ ღმერთის აღთქმას ერწმუნა და ადამიანური მსჯელობით უფლის ნათქვამი არ გამოუკვლევია. ასე რომ ჩვენც ვისწავლოთ მამამთავრისგან ღვთის სიტყვის ნდობა და დანაპირების აღსრულების იმედის ქონა. საკუთარი შეხედულებების მიხედვით ნუ გამოვიძიებთ მას და კეთილსულიერება გამოამჟღავნოთ. ამან შესაძლოა გაგვამართლოს კიდეც და აღთქმულის დაუყოვნებლივ მოპოვებაც დააჩქაროს. ღმერთი აბრაამს დაპირდა, რომ მისი თესლიდან მრავალრიცხოვანი შთამომავლობა გამოვიდოდა და ეს აღთქმა ბუნებას და კაცობრიუ საქმეთა წესებს აღემატებოდა. სწორედ ამიტომ გაამართლა აბრაამი რწმენამ ღვთის წინაშე. მაგრამ ჩვენ თუ ყურადღებით შევხედავთ, გაცილებით მეტი გვაქვს აღთქმული. ისეთი რამ, რაც ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას ბევრად უსწრებს წინ. ჩვენ მხოლოდ აღთქმელის ძალა უნდა ვირწმუნოთ, რომ რწმენამ გაგვამართლოს და დანაპირების სიკეთე მივიღოთ. ის, რაც ჩვენ განსაკუთრებულად აღგვეთქვა, ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება და ყოველგვარ განსჯაზე მაღლა დგას. ესოდენ დიდია აღთქმული. მართლაც, მხოლოდ ამ ცხოვრებაში კი არ გვპირდება ღმერთის სიცოცხლის გაგრძელებას და მხოლოდ ხილული სიკეთით ტკბობას, არამედ აქედან წასვლის და სხეულის დარღვევის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ხორცი ფერფლად და მტრად გადაიქცევა, უფალი აღგვითქვამს, რომ აღადგენს მას და უდიდეს პატივში დაამკვიდრებს. ჯერ არც ხსნელისა ამის შემოსად უხრწნელებაი, ამბობს ნეტარი პავლე, და მოკვდავისა ამის შემოსად უკვდავებაი. ხოლო სხეულთა აღდგომის შემდეგ უფალი გვპირდება, რომ სასუფევლით ტკბობა, წმინდანებთან ერთობა, უსასრულო მშვიდობა და გამოუთქმელი სიკეთე გველის, ისეთი როგორიც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და ადამიანის გულს არასდროს უგრძნია. ის, რაც უფალმა გაუმზადა მის მოყვარულებს. ასე რომ რამდენად აღმატებულია აღთქმული. ხედავ ძღვნის დიდებულებას? როდესაც ამაზე ვფიქრობთ და აღთქმულის უტყუარობა ვიცით, სათნოებათა ღვაწლისათვის თავი მოვამზადოთ, რათა აღთქმულის სიკეთით ტკბობა შევძლოთ. ჩვენს ცხონებასა და ესოდენ დიდი სიკეთით ტკბობას დროებით სიკეთეს ნუ ვარჩევთ. ნუ გამსჯით სათნოებათა შრომას, მხოლოდ ჯილდოზე ვიფიქროთ. ფულის ხარჯვას ნუ დავიზარებთ, როდესაც ის ღარიბებისთვის გაიცემა, არამედ ამის შედეგზე ვიფიქროთ. წმინდა წერილმა მოწყალების საქმე იმისთვის შეადარა თესლს, რომ ჩვენ დიდი სიხარულითა და მონდომებით ვიქმოდეთ ამას. თუ კი იმ ადამიანებს, ვინც მოგროვილ და შენახულ თესლს მიწაში ფანტავს, ეს საქმიანობა დიდ სიხარულს ანიჭებთ, კეთილი იმედით იკვებებიან, როდესაც სავსე თავთავების ძნებს წარმოიდგენენ. მას კიდევ უფრო მეტად უნდა ახარებდეს და აღაფრთოვანებდეს ეს მათ, ვინც სულიერ თესვას ეღირსნენ. რადგანაც ისინი მიწაზე დათესილ ზეცაში მოიმკიან, ფულის დაფანტვით ცოდვები შეენდობათ და იმედის წინც მიიღებენ. აქ მოწყალების გაცემით მარადიულ მშვიდობასა და წმინდანებთან ცხოვრებას მოიპოვებენ. ხოლო თუ კი ქალწულობას ავირჩევთ, იმას აღარად ჩავაგდებთ, რომ ეს სათნოება შრომასთანაა დაკავშირებული, რომ ქალწულობა დიდ ღვაწლს მოითხოვს, არამედ აღთქმულ სამკვიდროზე ვიფიქრებთ. ამ ყოველივეზე განსჯისას ბოროტ სურვილთა შემოტევები აავლაგმოთ, ხორცის სურვილები ვძლიოთ და ჯილდოს იმედით შრომის სიმძიმე შევიმსუბუქოთ. ჭეშმარიტად ჯილდოს იმედი გვამხნევებს და გვიბიძგებს, რომ არად ჩავაგდოთ აშკარა საფრთხე და მით უმეტეს დაგვეხმარება ის, რომ ხნეთ დავძლიოთ სირთულეების სათნოებების გზაზე. მართლაც, თუ კი გაიაზრებ, რომ მცირედი გარჯითა და ქალწულების ანთებული ლამპრის შენარჩუნებით შეგიძლია მომავალ ნეტარ ცხოვრებას ეზიარო და სიძესთან ერთად სათასასუფეველში შეხვიდე და ამისთვის მხოლოდ საკმარისი ზეთით სავსე ანთებული ლამპარია საჭირო. როგორ არ გაგიადვილდება იმ სიმძიმის გადატანა? როგორც ახსენებს და ამბობს ნეტარი პავლე, მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თვინიერ ვერ ვინ იხილოს უფალი. ხედავ, როგორ აერთიანებს მოციქული სიმშვიდეს სიწმინდესთან, იმის მისახვედრად, რომ ჩვენგან მარტო სხეულის სიწმინდეს კი არ ითხოვს, არამედ მშვიდობასაც ის დროულად ახსენებს ერთსაც და მეორესაც.
რათა ჩვენში გამტკიცდეს ერთიც და მეორეც, რათა ჩვენ ფიქრშიც კი არ ვუშვებდეთ სულიერ შფოთსა და მღელვარებას, არამედ წყნარად და უშფოთველად ვატარებდეთ ცხოვრებას. სხვებსაც ყველას მშვიდობიანად ვეპყრობოდეთ. მშვიდები, მოგრძალებულები და შემწყნარებლები ვიყოთ, რათა სათნოებათა ყოველი შტრიხი ჩვენს სახეზე ისახებოდეს. ამგვარად ჩვენ შევძლებთ დავთრგუნოთ მიწიერი ცხოვრების დიდებამ, მას ჭეშმარიტი დიდება ვამჯობინოთ და მეტად ვზრუნავდეთ სიმდაბლეზე და ამ ქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარ ბედნიერებას არარად მივიჩნევდეთ. რათა დავტკბეთ ჭეშმარიტი და წარუვალი ბედნიერებით და ქრისტეს ხილვას ვეღირსოთ. ნეტარიყვნენ, ნათქვამია, ეწმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ასე რომ, სინდისი განვიწმინდოთ და გულმოდგინეთ ვეცადოთ ჩვენი ცხოვრების კეთილად მოწყობას, რათა ამ ქვეყნიური ცხოვრებაც ყოველგვარი სათნოებებით აღჭურვილებმა გავლიოთ და ამ ქვეყნიური ღვაწლისთვის მომავალ საუკუნეშიც ჯილდო მოვიპოვოთ. მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.